გამარჯობებით. გამარჯობა. საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და რა თქმა უნდა შევეცადეთ რომ დღევანდელი გადაცემაც ყოფილიყო ესეთი განსხვავებული და საუკეთესო სურვილებით ასევე. და საუკეთესო მოლოდინებით. აბა ეხლა მომიყევით ვინ რა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხარ დაბადებული. მე მიყურებ, მე ვარ სასწორი, ჰარმონიული, ალერსიანი, თავისქება კარგი. მე ვარ ლომი, ამბიციური, ამპარტავანი. არა, ძალიან თბილი. შეიძლება ყველაფერი. თბილი და მოსიყვარული და მე მერიდება ვერ ვიტყვი. ლიდერობის ეგ არის. რატო? არა მე მერწყვი. იმიტომ. იცი შენი ზოდიაქოს ნიშნი. მერიდება მეთქი მე ვერ ვიტყვი. იცი როგორი ხარ ძიმა? კი, წყალს ვასხახულის. რო გითხარ მე ყველაფერი ვიცი და მე თუ რაღაც არ ვიცი, ჩვენ ერთი ადამიანია მე ყოველთვის მე რჩევს მაზლებს ხოლმე. მოვა ალბათ ცოტა ხანში. მადლობ თქვენსა რომ მოგეცას თქვა. მე ქალწული ვარ და შეიძლება რა ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ იმდანად არ მინტერესდები ხოლმე ალბათ არც ვიცი ქალწული როგორი. მეც ესე ვარ დაახლოებით. აი რამდენი. არ ვარ ნამდვილად დამოკიდებული, ასე ვთქვათ, ზოდიაქოს ცხრილზე. ხო, მაგრამ არ გაინტერესებს, ანუ მაგას არ გაინტერესებს, მე ვარ ვერცი, დიდათ მეც არ ვარ დამოკიდებული, თუმცა ხანდახან მაინტერესებს ხოლმე ჟურნალებში რომ ვიზარ მაინტერესებს. ყოველთვის მაინტერესებს რამელის მომავალ წელს როგორი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა ემთხვევა რომ ვაღიარებ, აი ამ რომ მეკითხა, იმიტომ რაღაცა ჩემ ხასიათს ბოლომდე ვერ ემთხვევა ის რა ჟურნალებში წერია, თუმცა აი ესე სერიოზული. ყოველთვის რომ მაინტერესებს რომ დრო არ დავკარგოთ და უკვე დავიწყო ამ კითხვების დასმა შეიძლება. კი, ნამდვილად. და რაც თავი ეს კითხვები ჩამიწერო. მართან ჯერ არ დაიწყო, მოვიდეს ჯერ. არა, ჯერ სანამ მოვა ერთი ძალიან კარგი ამბავი უნდა გითხრათ მეგობრებო. ბაიკო, შენ გუშინ არ იყავი ჩვენთან ერთად ქრისტინე არჩენ. ჩვენ ერთ-ერთმა მაყურებელმა მოგმართა ძალიან დიდი გულის ტკივილით და თქვა რომ ეს არის საკუთარი შვილის დაკარგვის ტოლფასია, დავკარგე ძაღლია და მინდა გახაროთ მეგობრებო რომ შედგა შეხვედრა ერთ გულ 4 ფეხასა და მოსიყვარულე პატრონ შორის იპოვნეს მათ ერთმანეთი და შეგვიძლია ეს ემოციები ჩვენ სიუჟეტში ვნახოთ. უი მანამდე ძაღლი დვარნიაში კაისიც მაჩუქეს 2 კვირის გავზარდე. მე კახეთში ესე დასასვენებლად ჩასულები ვიყავით და ვიპოვეთ ცელოფნის შავ პარკში გახვეული 2 ძაღლი, ალბათ 15 წუთის დაბადებული და წამოვიყვანე აი ესე სულსუბერავდი ცხელხარის რომ როგორმე სახლამდე გამეთქო და ესე მე აი ზოომაში კლინიკაში მივედით და ნუ გადავრჩით, გავიარეთ ეს ყველაფერი ერთად. ჩემთვის აი უსაყვარლესი ხარ იმორიდან არ გამოვარჩევ, არა ეს იყო ჩემთვის ტრაგედია, ისეთი რომ დავწერე კიდეც რომ შვილის დაკარგვის ტოლფასი. იპოდრომზე უშვებთ, სამივე ერთხელ ყავდა გაყვანილი, გამოეკიდა დიდი ძაღლი, ნუ იმის რა ბრალი იყო, ეთამაშებოდა ალბათ. პადნის არის მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ ჩავარდა შეშინებული და იმის მერე გაქრა. იმის მერე ვეძებ დღე და ღამე, აი თუ მე ამდენი სიარული შემეძლო ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენი. საბურთალოს რაიონი შემოვიარეთ, მე და ჩემმა მეუღლემ ფეხით. მთელი ჩემი ეს ახლობლო ოჯახი გვერდში მედგა სადარბაზოებში ვეძებით, ნუ აი სრული ისტერიკა მქონდა. გამოვიძახე საპატრულო ეკიპაჟი დავრეკე 112-ში. ყურებადი გადაცემაა ჩემის აზრით სხვა შუადღე, იმიტომ რომ მთელი საქართველო უყურებს. მე ესე ვარ და ჩემი საახლობლო. მივწერე და პასუხისმგებელი გითხრათ, არც არანაირად არ ველოდებოდი, მართლა არ ველოდებოდი და ვიფიქრე რომ თუ თანხა იქნება, ვთქვათ, რეკლამისთვის საჭირო, იმასაც გადავიხდი, ოღონდ ყურებადი გადაცემაში მომხვედრილიყო ეს ძაღლი ან სურათი. მაშინ 5 წუთი არ გასულა დამირეკეს. და მითხრეს რომ აუცილებლად გავა, უბრალოდ გადავამოწმეთ, ხო არ გიპოვიათ. მთვარი არ მიპოვიათ და შოკირებული ბღავილი ამიტყდა. სხვა შუადღის Facebook-ზე ჩვენ შემოგვივიდა შეტყობინება, რომ პატრონმა გვაცნობა, რომ დაკარგა ძაღლი და ესე შემთხვევაში სხვა შორის ძალიან გახშირებულია. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვეხმაურეთ, შევეცადეთ რომ დავხმარებოდით, დიდი იმედი არ ქონდა, რომ შედეგს გამოიღებდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იშვიათად რომ იპოვო ძაღლი. ჩვენ მოგმართა ერთ-ერთმა მაყურებელმა
თხოვნით რომ დაკარგა უსაყვარლესი ძაღლი დღე და ღამე ეძებს პატრონი საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ამბობს რომ ესე შვილის დაკარგვის ტოლფასიაო და ძალიან გთხოვთ რომ გამომეხმაო. აუცილებლად დარეკეთ თუ ნახავთ. გავიდა სიუჟეტიდან უატყდეს საოცარი ბუმი რა მთელი საქართველოს კახეთი და ზუგდიდიდან მირეკავდნენ წერდნენ. გაჩვენეთ თუ არა ამ ძაღლის ფოტოები. დაახლოებით 10 წუთში ზიანოდარ საუბარიც კი შევაწყვეტინე იმდენად გამიხარდა. გაირკვა რომ ეს ძაღლი იყო. მეგონი ძაღლი იყო თო შეგატყობინებ ცოტა ხანშიო. მივიდივარ თავშესაფრიდან დარეკესო. რა მაგარი და უასარი და დღეს ეს იყო წამებში. არ იყო გადაცემა დამთავრებული. ანუ მე უკვე ტაქსში ვიჯექით რომ დამირეკეს რომ რაკენით ნახეთ თუ არა ძაღლი რომ ეგება ისევ გაიშუქდეს აი წამებში მოხდა. სოსო ბოჭორიშმა მომწერა Facebook-ზე რომ გუშინ წინ მომიყვანეს ღამეო და ამას განსაკუთრებული ეს უკანა ფეხები აქვს, რომელზეც 6 თითი და 5 თითი აქვს. ერთზე 6, ერთზე 5 და ამით ამოიცნეს და სანამ იქ მივედით გული არ წამივიდო და არ მეგონა. გალიებთან ჩაგვატარეს, მეორე galიაში ყავდათ სხვა ძაღლებთან ერთად, რა თქმა უნდა, გავედი ბოლომდე და ვერ ვიცანი ისეთ დღეში იყო, ისეთ გაურებული. თვითონაც არანაირი დაყეფება და რეაქცია, იმიტომ რომ შოკირებული იყო აბსოლუტურად, ხედავთ თვალები რა დღეში აქვს და ეს უძილო და ნანერვიულები რომ შევეხე, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ძაღლს როგორ ჩვევია, დაიწყო ლოკვა და შემოხტობა, მეუღლეს მიახტა და რა ვიცი. კიდე ორი ძაღლი მყავს, როგორც გითხარით და ეხა ამათი რეაქცია იქნება ძალიან საინტერესო. კი, მოენატრა, იმიტომ რომ ვეუბნებოდი რომ ვიყავოთ, სულ ესე სუნავდნენ და ეძებდნენ. ქრონიკულად ეძებდნენ ეს დღეები ჩვენთან ერთად. ახლა ვინ მოვიდა? ტუჩი. ნახე ვინ მოვიდა? აღარიშო. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ ჩემი ძაღლი დავიბრუნე. ეს არის ჩვენი იდილია, ესე ვეძახი ძაღლური ბედნიერება თქო. ძალიან სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე. თავარია რომ გადავრჩით ადამიანების და გადაცემის ყალობით. სხვა შუადღე მიყოჩაღა ძალიან. იცი რა არის კიდე თავშესაფარს აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ. განსაკუთრებული, ვინც იპოვეს ძაღლი და მიხედა და დააბრუნა სახსაღამათი. სამი ხوار დაგიკარგა. ყოველდღე სხვა შუადღეში ტელეფონი დავუკარგი ჩემს. მეცხრე მუსიკალური სეზონში დავუტოვე და მომიძებნეთ ტელეფონი სხვა შუადღე. დაინტერესებს რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ძალიან მამაკაცია შენთვის ძალიან. ზოგი ზოდიაქოს ნიშანი არის რომ ტელეფონს ვერ იპოვი დაკარგოს. და შენი ტელეფონი რომელი ზოდიაქოს ნიშნავს? აიმე. კარგი. ბატონო მიშა. მიხეილ ცაგარას ხო ჩვენთან სტუდიაში. ხო. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა. გამარჯობა. ისორ მაგათ დაგვეცნე. გამარჯობათ. ძალიან სასიამოვნოა. ზუსტ მეც ყოველთვის მიხარია თქვენთან, იმიტომ რომ მოდის საოცარი კარგი ენერგია თქვენგან, რაღაც უხდებით ამ სიტუაციას. მიშა, ეხლა ჩვენ ვიცოდეთ რომ ერთ-ორ კვირაში უკვე ყველა გადაცემა მიგიწოდა ახალი წლებისთვის. ამ პოპულარული ხმები ხო და ჩვენ ყველას დავასწარეთ. დავასწარით და არიან ესე იგი ცოტა ისე განწყობილები ჩვენ შორის ესე ვთქვათ ადამიანები რომელიც ძალიან ბოლომდე არ იღებენ ამ ინფორმაციას და არიან ჩასაფრებულები მაგალითად თიკა მაგალითად მე ხო მეტყობა ეს ყველაფერი და შენ ახარ ჩასაფრებული? დიახ ინფორმაციას ჩასაფრები კარგი ხო იმიტომ მე ხარ ამდენ წელია ვიცნობ და ვიცი როგორ ინტერესებს მატარებელი ეს იქა შეისკენო ვართ ესენი ნეიტრალურები არიან. შენ ასტრონავტებისგან ხარ საერთოდ. მე ასტრონავტი. მაგას ყოველ ვისაც მოსვლაზე ვიხსენ. აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, სულ მინდა ხოლმე კითხოთ, რომ განსაკუთრებით თქვენი გარშემოყოფის, ალბათ ყველა ზოდიაქო იცით, ხო? კარგი გაგებით მინდა კითხოთ, ეს არ გიშლით მათ ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს? პირიქით. კოსმობიოფსიქოლოგია ჩამოკარგო. ეხლა უყურე შენ როცა იცი ხასიათი შტრიხი ადამიანის, ხო? მე იმას ხوار ვამბობ, რომ ყოველ დღე იცხოვრეთ ისუნთქეთ ამით და ამის გარეშე არ დაიძინოთ, არა. ზომბირება არ არის საჭირო, მაგრამ ცოდნა საჭიროა. ცოდნა როცა აქ ადამიანს ავარეშინია. თუ თქვენ მაგალითად ცოდნა გაქვთ, თქვენ შავი მაგიის არ გეშინიათ. იცით დამცავი ხერხები. თუ არა გაქვთ, მაშინ გეშინია და ბევრი სხვა რაღაც. ან ცოდნის გამო არის ძნელი, როდესაც რაღაცა ბევრი იცი ბაიკოზე მისი სიტყვაზე ვამბობ ზოდიაქოდან გამომდინარე. აი მე ახლა გეტყვი მაგალითად შენ ხავს შემოკარგო მეუღლე და უშუალოდ ხავს მეგობარი, ხავს კოლეგა, დედა, მამა უამრავ ხალხთან გაქვს სოციუმში ურთიერთობა. შენ როცა იცი რა არის მოსალოდნელი იმ პიროვნებისგან,
გაცილებით გიადვილდება მასთან ურთიერთობა. დაახლოებით იცი რა მოეწონება, რა თემა გახსნა მაგალითად მასთან ურთიერთობისას, ხო? იცი დაუშვა თუ ვერძი უცებ აფეთქ და იცი რომ 2 წუთში არაფერი არ დარჩება კვალი. მაგრამ თუ მორიელი გაბრაზდა, ისიც იცი რომ ტრისას და ავისას. და არ უნდა მოატყუო მორიელი არასოდეს, სხვა შეიძლება თებზებს რომ მოატყუო, გადაივლის უპრობლემოდ, მაგრამ მორიელთან ეგ თამაში ძალიან ძვირი დაგიждდება. როცა შენ იცი სწორად აწყობ ურთიერთობას შვილთან, ახლობელთან, კოლეგასთან და უკვე შეცდომებს არ უშვებ, გესმის, გიადვილდება და არც გიკვირს მისი რეაქცია. მაგრამ რამდენად შესაძლებელია შეცვლა იმყვა? მე მოვედი თქვენთან. თქვენ მე შემიდგინეთ რაღაც ჩემი ჰოროსკოპი პირადი, რომლის მიხედვითაც მე ვიცი რომ ხვალ რაღაც შემიძლია ეს შევცვალო? კი, რა საინტერესო კითხვა, ალბათ მეორეჯერ მესმის მისგან. სამწუხაროდ პირველად გავიგე. ანუ ასე იცოდა. პირველად გავიგე, ეგ ამბავი დილის გადაცემაში იმედში, სადაც ვიყავ ასე მიწვეული და მიყავ და მას ეს გადაცემა და მაშინაც იგივე დამისვა და ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ შემეხმიანებოდა და პირად ჰოროსკოპს გავაკეთებდი. გავუკეთეთ? არ ვინ ახლა იგივე კითხეს ეგ არ შეცვლა. ვინ შემეხმიანა? ესე იგი დარჩა ძველებურად არ იცის პირადი ჰოროსკოპი, მაგრამ კითხვას იგივე სვას, ეგ ინტერესი აქვს, მაგრამ მოქმედებაში ინტერესი არ გადადის, ხო გესმით რა მდგომარეობა? ესეც გოროსკოპის ხასიათის არა ხო ვერძი რომ ვარ ვითომ მიკროწერია რომ ძალიან მიზანდასახული ვარ და ასე შემდეგ. არა, ვერძი ჩემო კარგო და ლომი საერთოდ იმპერატორთან ნიშნები არიან. განსხვავდება მათ რა უნდათ? მე ხო ვიცი ხა რა უნდათ მათ? მათ უნდათ რომ უნდათ ერთია მაგრამ აკეთებენ თუ არა? არა, გააკეთებ, ოღონდ რა შემთხვევაში თუ მე დაგირეკე და დიდი პატივისცემით თქვენ უდიდებულესობა გითხარით, იქნებ მოგართვათ პირადი ჰოროსკოპი, მაშინ თანახმა იქნება. არა, შენ თავი შეიცუქო და მოხვიდე ბოდიში. ეს ეახლოთ ხო? კარგი და მაინც პასუხი ჩემ კითხვაზე. ესე გამეორე კიდევ ერთხელ კითხვა? მაინტერესებს აი შემიდგინეთ პირადი ჰოროსკოპი. და კორექცია შეიძლება თუ არა? ნელია ცეცხლის რკალში კორექცია შეიძლება თუ არა? შემიძლია. თუ ახლა როგორც პლასტიკური ქირურგია არის, ჩემო კარგო, შენ მაშინ ძიმე პერიოდი ქონდა ცხოვრებაში და გითხარი, ადამიანი იმისთვის არის მოსული ამ ცხოვრებაში, რომ კორექცია შეიტანოს იღბალში. ამისთვის ჭირდება ცოდნა. რისთვის მოვიდა, რა კოსმიური მისია და ამაზე მეტყველებს კარმული კვანძების და ფარველი ანგელოზის ადგილმდებარეობა. რა გიშლის ხელს, გვერდი როგორ აუარო ამას, ხომ არა გაქვს რაიმე სხვა დამატებითი ხელისშემშელი ფაქტორები იღბალში რა, მაგალითად საგვარეულო წყევლა. რომელიღაც საგვარეულო მხრიდან, რომელიღაც შენმა წინაპარმა ხوار შესწოდა, ბოდიში თუნდაც ცოცხებით манипуლირების მეშვეობით, ხوار იმუშავა თავის დროზე? ხო, ეს ვალი ხوار მოყვება შემდეგ თაობებს, შემოკარგო. ამიტომ აქ უკვე არის სხვა მეთოდები საჭირო, გამოლოცვა, მათ შორის ცოდვებისა. უფროსი თაობისა თუნდაც გარკვეული რაღაცები არსებობს როგორც შემედიხარ ექიმთან პირადი ჰოროსკოპის მეშვეობით აი ხლა შენ როდესაც ექიმთან მიდიხარ ხო ექიმთან შენ მიდიხარ რისთვის რომ სერიოზული დიაგნოზი გაეკეთა ხო ზეპირად ხო არ გეტყვის ექიმი რომ აი შენ იცი რა ეს გჭირს ვერ გეტყვის ასევე ასტროლოგიაში ჩვენ უნდა შევქნათ პირადი რუქა ვნახოთ შენი ყველა ხაზები ინდივიდუალური ხაზი შემოქმედების პირადი ურთიერთობების იღბლიანობის ჯანმრთელობის შემდგომ საგვარეულო ხაზი ენერგეტიკა ატოვიშა შემოვიდეს რა ეხლა თელეთეს ამას ხო არ დაუთხოვ თან შოქშია მე მგონი საგვარეულო როგორ უნდა გავიგო ხა ბებია ჩემი იწყევლები და თუ არა ჩემი ბებია ვიდეო იქნება რამე ვიდეოები არა და საერთოდ როგორც ვიცი წყევლა არ მოქმედებს და არ არსებობს და ეს არის რაღაცა არის სხვადასხვა ფორმით საგვარეულო პრობლემები გააჩნია რა დააშავეს მაგალითად როგორ გავიგო მე ხა ბებია ჩემი ბებია როგორი იყო პიროვნება მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ ჩემ შვილებს ძალიან ემუქრებიან უბანში და საერთოდ შეიძლება უცხოეთში წავიყვანო და რა ვქნა რა შეასაქმე გავუგეთე პირადი ჰოროსკოპი და ვხედავ საგვარეულო ხაზიდან აქვს სერიოზული პრობლემა და რას ამბობ ისე წინაპრები მყავდაო გამორიცხულიაო ვთხარი კარგად გაარკვიე რა შეასაქმე წავიდა სხვათა შორის არ დაიზარა გაარკვია რაკედა რო იცოდა აქამდე იცოდა რომ ყველა წინაპარი იდეალური ყავდა გაარკვია რომ თურმე დიდმა ბაბუა მოკლა ბებია რაც მან არ იცოდა ხედავთ საგვარეულო ცოდვა გადმოვიდა ამ თაობაზე როგორც გენეტიკაში გადადის დაუშვათ მესამე მეოთხე თაობაში შეიძლება ლურჯი თვალი ან რაღაცა სხვა მოქმედება ხო ასევე აქაც
შემდგომ თაობაზე გადავიდა და მას უკვე დაიმუქრა სიცოცხლის თვალსაზრისით უბანში. ყოველდღიურობასაც კარგი, ეხლა მოდი კარგამეებზე გადავიდეთ რა გიხარ. ბატონო, 2014 წელს ესეთი პასუხია. ზოგადად 2014 წელს რომ ვისაუბროთ, რომ ჩამოვუყვეთ, შეიძლება ცოტა ყველა ზოდიაქოს ნიშანი. ზოგადად იმედიანად ვარ, რომ ყველაფერი კარგი იწყება, ხო ეს თემა ძალიან დიდია, უბრალოდ ვეცდები ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ამდენი დრო არ აქვს, ვიცი და ესე იგი 2014 მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩვენს ბოლო შეხვედრაში აღვნიშნე რომ ეს არის იბერიის გაფრთხილების დაწყების პერიოდი. არის კარგი. ანუ პერიოდი რას ნიშნავს დაწყების? ანუ წარმოედგინეთ მატარებელი და ელმავალმა მისცა შესაბამისი ესე იგი ნიშანი დაიძრა. ანუ ეს მომენტია მხოლოდ. ის კი არა რომ ჩვენ სიჩქარე ავიღეთ. არა, დაძრა. ქვეყნის დაძრა ხდება 2014-ში. 14-ში ხდება ეს პროცესი. მცირდება ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში და აშკარად თანდათან იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი, ჯერ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ უკვე სასიკეთო გარდაქმნის. ფარველი ანგელოზი თანდათან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სადაც 200 წელი იმყოფებოდა იგი, გადმოდის ევროპის მხარეს და აღმოსავლეთის მხარეს. აქეთ ეს პროცესი ახლა იწყება ზუსტად შემოკარგებო და 2020 წლისთვის საქართველო იქნება ძალიან კარგი ქვეყანა. კარგი მდგრადი ეკონომიკით წინსვლის პერსპექტივით, რაც დღეს ახლა ძალიან მძიმე წარმოსადგენია ალბათ, მაგრამ დამეწმუნეთ 2020 წელს ჩვენ კიდე შევხვდებით და ვისაუბრებთ ამ თემაზე, მაგრამ ეს პროცესი იწყება 2014-ში. იწყება ცხენის წელიწადი. ცხენი არის ის იცით თქვენ, რომელიც ერთი ისე ცხოველია, რომელიც ლამაზიც არის. შემდგომ მას მოაქვს სიხარული, ბედნიერება, სიმშვიდე. თქვენ იცით ცხელის ნალი რა სიმბოლიკაა? ნალი საერთოდ ბედნიერების სულთანს ეძახია. რატო ხო და უფრო მეტიც არა მარტო ბედნიერების, არამედ დაცვა თვალისგან, ავი თვალისგან, რატო არ უკარებზე აჭედებენ ტრადიციულად. ის იცავს ვარყოფით ენერგიისაგან. აი მოდის ასე ცხოველი. მას ჩვენ არ ვაჭედებ ამ ცხენს. მას ჩვენ ვაჭედებ ამ ცხენს. ხომ არა რატო აჭედებ? არა მარტო ცხენს, არა მარტო ცხენს, მე რას ვამბობ, აი კარებზე რო აქვს, ხო გინახავს? რატო აი? რა უნდა კარებზე ნავს? დამცავი საშუალება უარყოფითი ენერგიის გასმის. ამიტომ ესეთი საოცარი ცხოველი შემოდის ჩვენ სამყაროში. მომავალი წელი ეს დაიწყება ოღონდ 30 უკვე იანვრის შემდგომ ეს წელიწადი, იქამდე გრძელდება გველის წელიწადი. რადიკალურად ნელ-ნელა იწყება შეცვლა ყველაფრისა. ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის, ადამიანთა მსოფლმხედველობა, გუნება, განწყობა, აბარა. დადებითი ცხოველი შემოდის და იწყება დადებითი გარდაქმნები. ამიტომ მოემზადეთ თანდათან აი ჩვენ გავიღვიძებთ იმ რაღაც შიდა მძინარე მდგომარეობისაგან, რომელშიც ვიყოფებით აი ეს ბოლო წლები. ძალიანად ერი. ბატონო მიხეილ, მაინც ვაღიაროთ მეტ რომ ყველა ადამიანი ეგოისტები ვართ და ჩვენი რაღაცები გვაინტერესებს და ვინაიდან ჩვენი ზოდიაქოები კიდევ ბევრი მაყურებლის ზოდიაქოებს აერთიანებს, იქნება და რაღაცნაირად თუნდაც ჩვენს მაგალითზე მოდი ახლა დავიწყებ მე აღმოსავლური კალენდრიდან, რომელსაც არ აქცევენ მაინდა-მაინც დიდ ყურადღებას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და არანაკლებია ვიდრე დასავლური, მე თუმცა ჩვენ წლებზე ვსაუბრობ და აღმოსავლური სწორედ წლებს უკავშირდება. ცხენის წელიწადი მეგობრებს ვისთან ძაღლის წელიწადთან, ამიტომ ძაღლის ერთობით ყველას ვიტყვი. ესე იგი ძაღლის წელიწადში დაბადებულები იქნებიან კარგად, ცხენის წელიწადში თავისთავად იქნებიან კარგად, ვეფხვის წელიწადში დაბადებულები. მათთვის გადასარევია. გამოცოცხლდება დრაკონი, რომელსაც ეს წელიწადი არის უმძიმესი. მომავალი გველის წელიწადი რთულია. შემდეგი წელიწადი გაცილებით უკეთესია მაიმუნი. დიმაობლაც. მაიმუნი გამოცოცხლდება, გაცილებით მეტად წარმატებული იქნება, გაისად, შანსებიც მეტი ექნება, უფრო მეტად, დიახ, მას ყოველთვის კარგი პროექტები, იდეები აქვს, ვიცი და ამის განხორციელების საშუალებაც მეტი მიეცემა. გაისად, ცოტა გართულდება ურთიერთობა მამლისთვის, მაგრამ ზედმეტად არა. მაინც მამალი იქნება, ეს წელიწად სხვა შეცვლილი არ არის მამლისთვის და მომავალიც პრინციპში სტაბილური იქნება მისთვის. შედარებით, აი ვისაც შეიძლება ცოტა მეტად გაუჭირდეს, ეს არის მომავალი. კატის წელიწად ცოტა გაუჭირდება, აი კატის წელიწადში დაბადებულებს. დარჩენებისთვის მეტნაკლებად საშუალოა, მოდი თქვათ ასე, სტაბილური. რაც შეეხება ახლა დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს. წლის მეორე ნახევარში ცოტა გაუჭირდება ლომის ზოდიაქოს, პირველი ნახევარი კარგია მისთვის, ამიტომ ეცადეთ რომ მაქსიმალური საკითხები პირველ ნახევარში, თქვენ ახლა რამდენიც მე ვიცი ხო, გადავწყვიტოთ ამ პირველ ნახევარში, რომ მეორეში ცდუნებების და შესტანების ტენდენცია მოიმატებს. რაც შეეხება კირჩხებს, კირჩხები პირიქით გამოცოცხლდება. აი ახლა აქ ცოტა მეტი სრთულეები კირჩხების და იყოს ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ ცდუნებები, ხასიათვალებადობა, კონფლიქტების ტენდენცია მაღალი აქვს და ამიტომ დაღლილობის
სინდრომით შეიძლება შეეყაროს ახლა კირჩხიბს. გაისად ეს ყველაფერი მოეხსნება და გაცილებით უკეთესად იგრძნობს თავს და რაც შეეხება ახლა სხვა ნიშნებს, აი მაგალითად იგივე ვერძი. გადასარევად იქნება გაისაც. სხვა შორის კიდე გაქვს ჩემო კარგო შენახარ ვერძი რამდენიც ვიცი, შენ კიდევ გაქვს იანვრის ბოლომდე. საკმაოდ კარგი პერიპეტიების პერიოდი. ოღონდ მე როცა ვამბობ კარგი პერიოდი, რატომაც ადამიანს გონია რომ უნდა წამოწვეს და თავიდან დაეყრება ეს თავზე. არა, იაქტიურეთ. აქტიური მოქმედების შედეგად შეიძლება იაქტიუროთ უცუდი წელიწადია ვერაფერს ვერ მიიღებ და შეიძლება უარესი მოგივიდეს და კარგ წელიწადში პირიქით აქტიურობა გაძლევს დივიდენდებს. მატერიალური კუთხით, კარიული განვითარების შეიძლება ესეთ ადამიანს შეგამჩნიოს, რომელსაც საინტერესო ძალიან წინადადება მოგიტანოს, მათ შორის შემოქმედებითი კუთხით, ხო? ამიტომ ვერც და აქტიურობა აუცილებელია გაისაც. შილდოსანი გამოცოცხლდება, ჩემო კარგებო, ეს წელიწადი რთულია შილდოსნებისთვის მინდა გითხრათ, მეტი აქვს სირთულეები, პრობლემები, წინაღობები, ბარიერები, ძალიან ბევრი უჩივის მათ შორის ჯანმრთელობა შილდოსნები წელს, ახლა იმდენი შემხდა, საერთოდ ეს ნიშანი ოპტიმისტია. არასოდეს არ უჩიოდა წელს, იმდენი მირეკავ შილდოსანი, რომ ხარაჭირსო, გასაოცრად ბევრი იყო. გაისად ეს ყველაფერი მოეხსნებათ, გაცილებით უკეთ იგრძნობენ ისინი თავს, სასწორები. აგერ ბატონო. სასწორებს ეკნებათ პერიოდი შემოქმედებითი განვითარების. ამიტომ აი ხელოვნებასთან ვინც არის დაკავშირებული სასწორე, ხატვასთან, პოეზიასთან, ფანტასტიკური ეს შეიძლება აღმოჩენები გააკეთოთ ლიტერატურის სფეროში, მაგალითად, მხატვრობის სფეროში. გამრავლების ხო? გამრავლების ეს ამ წელში მოხდება. ამ წელში. სპორტსმენებს ეს შეიძლება ფეგურტელებს. ეს ცალკე გადაცემის პრივატული გადაცემის თემაა უკვე ეს ცალკე თემა დიმა შენ იცი მე შენთან საუბრობ ამაზე და შენ გაქვს ამის სწორი აღქმის უნარი სამწუხაროდ ბევრს არ აქვს ამის სწორი აღქმის უნარი და არაფერს არ ცვლიან გესმის და ეს ცალკე თემაა ეხება გაგზელეთ თუ ეს შეჭამეთ ხო ამიტომ სასწორი მოემზადე ჩემო კარგო კურო ძალიან სტაბილურად იგრძნობს თავს და პრობლემები არ ექნება რაიმე სერიოზული ხარჯამთელობის კუთხით და არც პირადი ურთიერთობების კუთხით წელს შეგადაში გიყო ესეთ ელემენტებმა გაიცათ ეს ყველაფერი გასწორდება უფრო მეტიც აი ბევრი ადამიანი ვინც შეიძლება დააკარგა წელს და ქონდა რაღაც კონფლიქტი აი ესეთ ადამიანს შერიგების ელემენტი ექნება გაიცათ და შეურიგდება მერწყულები როგორც იქნება ამ განთავისუფლებიან 30 იანვრის შემდგომ დაეწყება მერწყულს სხვა პერიოდში მერწყული მაინც გახსოვდეთ რომ ეს არის ნიშანი რომელიც მაინც წინ უსწრებს თავისი ხედვით ზოგად საკაცობრიო განვითარებას და ფაშოს მათი იდეები პროექტები იმდენად საინტერესოა რომ კონსერვატიული საზოგადოება ძალიან რთულად იღებს და უშლის ხშირად ხელს ამიტომ მერწყულს შეიძლება თავისუფალი გარემო დიმა დამეთანხმება ამაში მერწყულია თვითონ აი გაისაც შემოკარგო მეტი გექნება თავისუფლება სპონტანური იმპროვიზაციის უნარი შესაძლებლობა ამიტომ მე ვიციან გეუბნები შენ გაისაც შეიძლება ესეთი ორიგინალური საინტერესო პროექტების ავტორი გახდე რომ შენ თვითონ შეიძლება გაგიკვირდეს ზოგჯერ სამყარო გაძლევს ცხენი გაძლევს საშუალებას გახსოვდეს რომ ცხენი არის მორბენალი ანუ არის დინამიური ეს არის ძალიან დინამიური წელიწადი გესმის გაისაც მე მინდა ყველას თხოვო არ მიიძინოთ ხალხო მიძინების უფლება არა გაქვთ ეს არის ცხენი რომელიც აჭენებს ამიტომ რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედეთ შესაძლებლობა იქნება მოახდე გაქანებულ რას ეს ამ წელს უნდა გაიყენოს ყველა ხდება ეს ამბავი და ახლა გავითვალისწინოთ სხვა ელემენტები კიდევ ეს წელიწადი არა მარტო ცხენის წელიწადი არამედ მას აქვს თავისი სტიქია მართველი ხო სტიქია მართველი არის ხე ხე ეს არის ნაყოფიერების სიმბოლო აი მკითხე ხო გამრავლებას აუცილებლად გამრავლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადია და ხე ეს არის არა არა იმიტომ რომ არა მე გეტყვი ახლა იმიტომ რომ კითხვა იყო შენგან რაღაცა გაგწაფიქრებ აი მე აქედან პასუხობ რომ ყველასთვის არის ძალიან ნაყოფიერი გამრავლებისთვის არის ძალიან კარგი წელიწადი ოჯახის შექმნისთვის და სტაბილურობისთვის იმიტომ რომ ხე არის საერთოდ ოჯახის ნიშანი სიმყუდროვის და სტაბილურობის ნიშანი. ამიტომ ამ ხრივად ძალიან კარგია მომავალი წელი. ეხლა თხის რქა ეს არის ნიშანი, რომელსაც ასევე წელს ცოტა გაუჭირდა. განსაკუთრებით კარიული კუთხით, ბიზნეს საქმიანობის კუთხით. გაისად იგრძნობენ თხის რქები, ხა ვერ ვიტყვი რომ რაღაც იდეალური წელიწადი არა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს წელიწადი და შესაძლებლობები ექნება დადებითი. და აქედან გამომდინარე, ესე იგი თითქმის ყველა ნიშანი, ხო რომელიღაც ტყუპები, ტყუპებს არ ვაწყენინოთ ახლა, ხო ტყუპები. ხალწული თქვა? არა, აი ხალწული ტყუპები დაგჭა, ხო. ხალწული ნორმალური წელიწადია, სხვათა შორის და მე მინდა ვთხოვო, რომ კიდე აი ეს ამ წლის ეს თვეებიც კარგი გაქვს. ანუ იანვრის 30-მდე იაქტიურე. ანუ მიდექი, მოდექი ხალხი შეაწუხე ურთიერთობებში შედი გესმის, გაქვს შანსები, იმიტომ რომ ეს სამი თვეც და მე შემდეგი წელიწადი ხალწულს აძლევს არნახულ შარმს.
აი რაღაც აქვს. ხალხს უძრედით იგი იზიდავს, მათ შორის საზღვაო სქესის პარტნიორებს. გაქვთ თქვენ ეს? გაძლევთ სამყარო ვარსკვლავები ამას და გამოიყენეთ, თუნდაც ეგრეაცია წარბი. გადასარავია, მომენტალურად თეთრს მოხდეთ. ყველას ეს არ შეუძლია. ხო, ტყუპებს პრობლემები ჰქონდა ცოტა ფინანსური კუთხით წელს, მინდა გითხრათ, კარიული კუთხითაც ცოტა შეჩერებული იყო მათი ზრდა, მაგრამ ნელ-ნელა გაიხსნება ეს ყველაფერი, აი განსაკუთრებით უკვე სადღაც აი მარტის 21 რიცხვის შემდგომ ტყუპები აშკარად იგრძნობენ, რომ ტონუსიც მატულობს, უმჯობესდება ხასიათი განწყობა, იღბალიც მათ მხარეს მოდის უკვე და შესაძლებლობები იქნება დადებითი. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ აქაც იდეალური წელიწადია, მაგრამ კარგი ტენდენციები არის. ეს მოკლედ ასე ვთქვათ დახასიათება 12-ვე ნიშნის, ამიტომ განწყობა შეიძლება დადებითი შემოკარგება. ოპტიმისტური. არავით არა ის რომ ოხ რაღაცაი ცუდი, არაფერი ცუდი. თქვენ თვითონ ქმნით ცუდს. აგზავნით კოსმოსში ცუდ აზრს, მოდის უკან ბუმერანგის პრინციპით. გააგზავნეთ რა შეიძლება მეტი დადებითი. აი აქედან უნდა დავიწყოთ. მაგრამ წელს განსაკუთრებით აქტუალურია, იმიტომ რომ ცხენი თავისი ბუნებით ოპტიმისტია. გესმის და ცხენის წელიწადში არ შეიძლება დეპრესიის გამოვლენა. ისჯება ადამიანი მეტად. არის ახლა გველის წელიწადი უფრო დეპრესიულია. აქ დეპრესია კიდევ უფრო მისაღებია. ცხენის წელიწადში არა. დინამიური, აქტიური მოქმედება. აი, როგორც ახლა აპარტყუნა ხელები დიმა, აი ესე აქტიურად. რაღაცა იქნება, რაღაც ალბათ შეიძლება ნაკლებად უნდა ვერიდოთ ან რაღაც ამ წელიწადს, ხო? არ ვაგზავნი კოსმოსში ნეგატიური ინფორმაციას, უბრალოდ კითხულობ, რომ ვიცოდე. ეს კარგია. ახლა ცხენმა იკითხა, ვისთვის არის უფრო რთულიო ეს წელიწადიო. უფრო რთული, მე ვთქვი, წლის მეორე ნახევარი ლომის ზოდიაქოს ნიშნი დაბადებულთათვის და შედარებით ცოტა მეტის რთულები ექნება მორიელს. აი ესეც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ხა სატურნი პლანეტა დამსჯელი არის მორიელში. ფარველი ანგელოზი ძალიან მალე იანვარშივე ტოვებს ფარველ ანგელოზს და ეს მორიელის ზოდიაქოს და ცოტა მეტის რთულები ექნება ასევე მორიელს. მაგრამ ხო თევზები გამოგვჩა კიდე. თევზებისთვის ძალიან კარგი, აი როგორც სასწორისთვის, ასევე თევზებისთვის შემოქმედებითი წელიწადია. უკეთესად იგრძნობენ თავს ცხენის წელიწადში. ამიტომ საერთო ენერგეტიკა, მოდით ესე ვთქვათ, წელიწადში საერთოდ არის მაქსიმუმ 6 მზის და მთვარის დაბნელება, რომელიც ძალიან მძიმე დახსასწრობს ადამიანის იღბალს. წელს არ არის ამდენი მთვარის დაბნელებები და მზის დაბნელებები და საერთო დედამიწის ენერგია გაცილებით უკეთესია. ტრადიციულად აგვისტო არის ხოლმე მძიმე საქართველოსთვის და საერთოდ სოფლიოსთვის. ტრადიციულად არის რთული აპრილი, რთულია ნოემბერი. აი წელს მინდა გითხრათ, რომ აი გრაფიკიც რომ ამოვხაზეთ, ხო? არაფერი ამდაგვარია, დედამიწა ესეთ ნეგატიურ ენერგიებში წლის განმავლობაში არ არის. ყველაზე რთული იქნება ალბათ მაისის ზონა, შედარებით მაისის ზონა, ყველაზე რთული. დანარჩენი პერიოდები გაცილებით უფრო სტაბილურია. აგვისტო საერთოდ იდეალურია წელს, რომელიც რაც იშვიათად არის. აი თქვენ რომ ნახოთ გრაფიკის ნულის ქვეშ არის ბოლო 5-6 წელიწადი აგვისტო. და ადამიანები თუ არ ისვენებდნენ ამ დროს ძალიან მძიმედ გადაქონდათ. ეხლა ნულის ზევით ამოდის გრაფიკი. ანუ ენერგეტიკა დადებითია, ანუ ადამიანის უკეთესად იგრძნობს თავს, მოვლენებიც უკეთესი იქნება, არ იქნება იმდენი ეკოლოგიური კატასტროფები, ტექნოგენური კატასტროფები. ეს ყველაფერი სადღაც აი უკვე იანვრის 30 რიცხვის შემდგომ ჩავარდება ისტორიას. აია. არა საჭირო, კაი აუზდა პირობები, აქაც შეგიძლია დავისვენოთ ესე გამოდის. რა პრობლემა? აგვირდით შემოკარგო, ახლა მერწყული თავისუფლების მოყვარე ნიშანი სუნდრუკებს ვერასვენებს და ხელები და ნახე რა დღეში. ხო, აი ესენი გვერდით ახლა ნახე, გვერდით შეხედე დიმა. გვერდით შეხედე. ხლემამოსილების განსახიები. არა, ლომი, იმპერატორთა ნიშანი. ნუ აი ნახე ჯერ როგორ ზის. დააგვერდი მანერა ჩდომისა. ხელი. ძალიან კარგი, აი უკვე სახაი შემკითხე, ხო, თუ რომელიღაც მკითხა, რა საჭიროა ამის საერთოდ ცოდნა ხო არ გამძიმებს ეს, ხო? ჩემი იმპერატორი. პირიქით, აი ჩემთვის გასაგებია დიმა ეგრე რატო იქცევა, სხვანაირად რომ მოიქცეს გამიკვირდება. მაგრამ ლომთან სიტუაციაში რომ იცოდეთ როგორ მეხცევა. ხო, ლომთან ცოტა სხვანაირი რამ არის საჭირო, სხვა საქციელი. აი ხო ტრანსიმებს ავით, მაგრამ დამოკიდებული ხარ ხდები მე, რაღაცნაირად რომ ესია თითქოს აღწერილი და ეს რაღაცა ჩაგებეჭდა რომ აუცილებლად მართლა მოხდება და კარგო, აი ყურა შენ ხარ ფსიქოლოგების ნიშანი სასწორი. გიყვართ თქვენ დაკვირვება ადამიანებს. ძალიან კარგი პოლიგონია. აი რომ დააკვირდეთ ყველას დააკვირდი, აი დააკვირდი, ვინ როგორ იქცევა, რა ფსიქოტიპი აქვს, რა მანერები აქვს, რა სტილი აქვს, რით სუნთქავს. ეს როცა კარგად იცი, პირიქით გიმსუბუქდება ურთიერთობა. შენ იცი ეს რატო მაშინ თვისებები კი, აი ხო დაახასიათეთ. ხომ არა, სხვა ნიშნებს რა უყოთ. რომლებიც აქ არ ახართ. იმათაც კიდე. ჩვენ ვისარგებლოთ ამ პრივილეგიით. ნუ ახლა რა გითხრა ჩემ აი ვერძი გიზის გვერდით. ეს არის ცეცხლი.
ეს ახლა ესე მშვიდად როზის ესე არის, მაგრამ ნახე რა ინტერესად მისმენს. როცა სტუდენტი მყავს მე ვერძი, აუცილებლად ჯდება წინა მერხს. ვერძი უკან არის ვისარჯდება. მთელი ცხოვრება პირველ მერხზე ვიჯდება. იმიტომ რომ ლიდერია და ამ ლიდერულ თვისებებს აქაც ავლენს სტუდენტურ დროსაც კი წინ და უნდა დამემტკიცოს რომ პირველია ლიდერია პოლიტიკაში. საოცარი ინტერესი აქვს ოღონდ იმ შემთხვევაში ჰაერის და ცეცხლის ნიშნებს ეხება ის. თუ ლექტორი ამ შემთხვევაში მე ყვები ძალიან სწრაფად და საინტერესოდ. მაშინ მისმენს და ძალიან ყურადღებით. ოდნავ მე რო დავიწყო ნელა წიანდადების აწყობა, შესუნთქვები, გამოსუნთქვები, მომენტალურად დაიწყებს ვიღაცებთან ლაბარაკს. ინტერესი ეკარგება. მე გააგდებ თქვენ აუდიტორიას. აუ ყოფილა ეს შემთხვევაც მინდა გითხრა. ამიტომ ვერსთან სჭირდება ეს ამოსუნთქვები სწორედაც რომ აი 12 ნიშანი როდესაც აღწევ არტიკლი. ეს შეიძლება თხის რქას, რომელიც არის რაჭველი ბუნებით. რომელსაც შეიძლება დაჭირდეს ორჯერ, სამჯერ ახსნა განმარტება, თორე უცებ ვერ იგებს. აი ახლა ვერძის ტვინი და სასტორის ტვინი მომენტალურად იღებს ინფორმაციას. მე ახლა ნახევრამდე ვარ ჩასული ინფორმაციად, ის უკვე იგებს. რა პასუხი იქნება? თხისქა არა, თხისქან სუსტად დამოკიდებულება. ამას სამჯერ უნდა აუხსნა. ოღონდ მე რო ამას დღეს ვეთქვი, ხვალ შეიძლება არ ახსოვდეს. ნახეთ რა ტვინია, მაგრამ თხისქას დაამახსოვრდება 10 წლის მერე. ისიც ახსოვს. ანუ ხარისხი აზროვნების არის აბსოლუტურად სხვა. ამიტომ რატოა პედაგოგისთვის საჭირო კიდე ეს დამოკიდებულება? ეხლა ნახეთ, თუ პედაგოგი თვითონ ვერძია, თხისქა ბავშვი არ მოწონს. და იმას უკვე ხო საშინაო დღეს შეაგდებს, თავისნაირი მოწონს. მაგრამ თუ თხისქა არის პედაგოგი ვერძი არ უყვარს და კონფლიქტში შედის. აი რატომ უნდა იცოდნენ პედაგოგებმა ეს, რომ არ შექმნა კონფლიქტი ბავშვებთან. ვიხდით? ეხლა სამაგერო ძალიან ფეთქებადია. ტრეისას ესე რომ უყურებთ ესეთი მშვიდი როა, უცებ რო აგიზგიზდება ცეცხლი და ყველაფერი უნდა თქვას, რაც ოღონდ ჩემო კარგო, აცალეთ 3 წუთი. ეს არის მაქსიმუმი. 3 წუთში მთლიანად ამოაფქვევს უკმაყოფილების ორთქულს, მომენტალურად მშვიდდება და რასაც აუხსნა ყველაფერს იღებს. პრობლემა არ აქვს. ვერსთან ამიტომ ნუჩხუბობთ, კრეჭაში ნოჩაუდგებით. ტრისას. აცალეთ 3 წუთი ყველაფერი გაივლის თავის. რეკლამა მაგდენი გვეყოფა ხა როგორ ხდებით ხა ახალ წელს? არ გვაინტერესებს? როგორი მითი რა? პირველი ესე იგი განწყობა ისევ ოპტიმისტური აუცილებლობა და რაც შეიძლება მხიარულად. აი გველს თუ არ უყვარდა მაგალითად სროლა, ზედმეტი ხმაური და ქონდა ჩვენ ამ ეს საუბარი ეშინია ამის, აქ ცხენთან პირიქით გვაქვს. პირიქით რაც მეც იხმაურებთ, იმღერებთ, იცეკვებთ. სროლა არ გვიდა. ისროლეთ ბატონო ეს ცხენს უყვარს არა აქ ეს პრობლემა. ანუ აი ხლაპუშკები რაღაცები არის ხო 1000 რაღაცა. აქ ეს პრობლემა აღარ აქვს. ჩვენ პირიქით ვეუბნებთ რა ფერი არის სულ ბავშვებს რაღაც არ დაემართოთ. ხო, ნუ ამ მხრივ კი, პრევენცია კი. ხო. მაგრამ ეხლა სხვა მხრივ, მოდით შემოკარგებო პირველი და უმთავრესი შევიძინოთ ნალები. ეხლა იქნება ალბათ უკვე გაყიდვაში. ნალი აუცილებლად სახში გნებავთ, სუფრაზე დადედგნებავთ, სადმე შემოსასვლელთან ჩამოკიდეთ, ხო, ნალი არის ბედნიერების ნიშანი, დაცვის ნიშანი, ეს არის მთავარი სიმბოლიკა ამ ნალის ბიზნესი რო დავიწყოს, ეგ კარგი იქნება საახალწლოდ. სხვათა შორის ერთი ვერ მოიძებნა ჭკვიანი ბიზნესმენი ამ მხრივ. აი მე მაგალითს გეტყვით. როცა ვირთხის წელიწადი შემოდიოდა, მაშინ მე აღვნიშნე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკვები იქნებოდა რა? შვეიცარიული ყველი, ნახვრეტები. დიახ. რა მოხდა იცით თქვენ? საერთოდ გაწყდა ყველგან მასახი არ იყო ხახი მირეკავსო რა ალღოთი ნალი ალახი ქრისტინე ნალების ბიზნესი ჩემია მე მინდა გითხრათ რომ დისტრიბუტორი დამიკავშირდა შვეიცარული ყველების საქართველოში რომ ესე კაცი გაგიჟდა მადლობა მომიტან ამხელა ჩემოდანი სხვადასხვა ყველებით მადლობის სახით რომ ესე იგიო ჩვენო 3-4 თვის პროდუქცია გავყიდეთო ორ კვირაში. ხედავ რა ხდება. და ეხლა როცა მაიმუნის წელიწადი მოდიოდა და მე რო აღვნიშნე რომ ბანანი წინა პლანზე თუ გახსოვთ რომელიმეს, ერთი ბანანი ღირდა 5 ლარი. საახალწლოდ. ხო, აი ესეთი ამბავი იყო. და შეიძლება ეს იგი ნალების ანუ ამიტომ შემოკარგებო, ესე იგი შესაბამისად აქ შეიძლება როგორ არა ბიზნეს კომერციული კუთხით მიდგომა, მაგრამ ჯერ ვერ მოინახა ეს ბიზნესმენი სამწუხარო ჩვენ. მე მოვიკვირე. მე შემოქმედებითი მხარე უნდა გავააქტიუროთ, თუმცა ბიზნესი არა უყვარს ცხელ შაქარი. აუცილებლად, აი სწორი ხარ შემოკარგებო. ალახი, შაქარი და ნალის ან შეგიძლიათ აიყვანოთ ქრისტინე. სიამოვნებაა. ანუ შაქარი თუ გვაქვს
იქნება ეს ორკუთხედი მაგიდაზე ძალიან კარგი, ამით ჩვენ უკვე პატივს ვცემთ. შაქარი ისედაც არის ოჯახი, ყველა ოჯახი. ხო, მაგრამ მაგიდაზე ეს უკვე სიმბოლურად რო დადოთ. შეიძლება სულ არ ჭირდებათ მაგით, მაგრამ ნახეთ ბიჭა რა პრობლემა წამოწ რა. ბავშვს ვეღარ წავართვე ხელიდან მაგიდაზე რო დავდო ნატეხი. მე მგონი საახალწლოდ იმდენად კარგი რაღაცები იქნება მაგიდაზე, რომ ის აღარ შეხედავს ამას, იმდენად გემრიელი. ხამომხიბლობა აქ რა. შეიძლება. აუცილებლად ტრადიციული ყველა საკვები, გოზინაკია ეს დაუშვათ საცივი ეს ყველაფერი ჩვეულებრივად რჩება, მაგრამ კარგია რით კიდევ, აი ცხენის წელიწადი განსხვავებით, აი მაგალითად უფრო ტრადიციული იყო გველი. ცხენი უფრო თავისუფალია და გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი გინდათ ეგზოტიკური, კი ბატონო, ბანანი, ანანასი, კივი, რაღაცა ნებისმიერი, ესე იგი აქ გვაქვს თანაბრად შეხამება ტრადიციული საკვებისა რაღაც არაჩვეულებრივთა ორიგინალურთან, ხო? ანუ გვაძლევს ამის საშუალებას. სასმელები ერთადერთი რაც არ არის სასურველი, ეს არის ლუდი. ლუდი ნუ იქნება 31-ში ღამე. 31-ში ღამე ლუდი ხა? არა, ნუ არიან ესეთი მოყვარულებიც ვიცი მე, მაგრამ ნუ იქნება. დანარჩენი სასმელები, კი ბატონო, ნებისმიერი შაქარი და ბანანი გავზრდა კიდე ერთ. ლუდი არ ჩაწვება, ხო 31 ღამეზეა საუბარი, ამიტომ ხა ერთი ღამე არაფერი არ მოვად. ხა სხვა მხრივ, რაც შეეხება ტკბილეულს, აუცილებლად ტკბილი, უყვარს პრინციპში ცხენს და ტკბილი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული, თევზეული ზღვის პროდუქტები, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ხორცზე, მინდა გითხრათ, რომ ხორცზეც არ არის არანაირი პრობლემა. არის ხო ზოგჯერ წლები, როდესაც ხორცი არ არის სასურველი. აბსოლუტურად ნებისმიერ ხა იმედია, რომ იმას არ გვაჭმევენ ჩვენ ცხენის ხორცს, როგორც იყო აგერ ინგლისში ახლა ხარ რომ მოხდა ეს ამბავი, ხო? იმედი ესეთი არ მოხდება. დანარჩენი ნებისმიერი სახით აბსოლუტურად მისაღებია თქვენთვის. ამიტომ ხსნილია თითქმის ყველაფერი. არაფერზე არა გვაქვს ჩვენ ისეთი რომ ვთქვათ რომ აი ეს მაინდამაინც იგზალება ლუდის გამო. კარგი ემოციებისთვის როგორც ყოველთვის ეს არის ბედნიერების სიმღერა ბავშვები რაც შეიძლება მეტად ხალხოს სუფრაზე, იმიტომ ცხენს ძალიან უყვარს ბავშვი. ნუ რის საშუალებას გვექრება? ამიტომ მით უმეტეს გამრავლების ხო, რაც მეტად იქნებიან ბავშვები, სხვა შორის აი ეს არის სიმბიოზის წელიწადი ბავშვების და ხანდაზმული ადამიანებისა. სუფრაზე თუ იქნებიან ორივენი წარმოდგენილი კიდევ უკეთეს. ნუ არის ყოველთვის. ეხლა რადგან ხის წელიწადია აუცილებლად არ დაგავიწყეთ რაც მეტი გვექნება ხის ნაკეთობები სუფრაზე. აი ხის რაღაცა ხო და შეიძლება კოვზი იყოს. კი ხო კოვზი შეიძლება იყოს ხო რაც მეტი ხის ნაწარმი იქნება მით უკეთეს. და არ დაგავიწყეთ მარლების კონკურსი ბევრი რაღაცებია ხის იქმე ხო? ძალიან ხის. ახალწო გადაცემაშიც ამას აუცილებლად. ძალიან კარგი. თავარია რომ ვიყოთ იმედიანად, კარგ ხასიათზე. დიდი მადლობა. ჭიხვინის ხასიათზე. ლომებს ხორ ზებრებს და სხერებს თავი დაანებოს წელს. და სიყვარულით შეხვდეთ აუცილებლად. აი შემდეგი წლის დადგომას კარგი იქნება თუ სანთლს დაანთებთ. ისევ ტრადიციული ესეთი სიმბოლოა. მადლობა გადაუხადეთ წინა წელს. აუცილებლად სანთელი ეს ცეცხლის ენერგია, რომელიც წვავს ყველაფერს უარყოფითს მიაქ. და აუცილებლად შევთქვით იგივე სანთელს, აი რამდენიმე წუთით ადრე დაწყებამდე ახალი წლისა. რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში კარგი? სასიკეთო. აი ამ დადებითი განწყობით ანთებული სანთლით შეხვდით ახალ წელს. ძალიან კარგი. მოვიდა ახალი წელი, რაღაცად განვეწყე უკვე. ესეთი სასაუბროა ულევი, მაგრამ ამოიწურა ჩვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა სასარგებლო რეკომენდაციებისთვის. ძალიან საინტერესო იყო საუბარი. გავეთ რეკლამაზე, სულ მალე დავბრუნდებით.